როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სადიპლომო ნაშრომის სათაურის რედაქტირების შესაძლებლობა არ გვეძლევა, ხოლო ჩვენი კვლევის პროფილი გაურკვეველია და არსებული სათაური არ შეესაბამება სადიპლომო ნაშრომის შინაარსს. დღეს ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა და მოგცემთ ერთ პრაქტიკულ რჩევას ამასთან დაკავშირებით. წინა ვიდეოებში YouTube-ის არხზე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სადიპლომო ნაშრომის სათაურის ფორმულირება, სწორად მისი რედაქტირება, რას იძლევა რედაქტირება პრაქტიკულ ასპექტში და დღეს ვისაუბრებ იმის შესახებ, რა პრობლემები ვლინდება ზოგჯერ პრაქტიკაში. პრაქტიკაში ვლინდება შემდეგი სახის პრობლემები, რომ ზოგჯერ სტუდენტებს არ ეძლევათ სადიპლომო ნაშრომის სათაურის რედაქტირების შესაძლებლობა. ამის მიზეზი ის არის, რომ სათაურის რედაქტირება შესაძლებელი არის ზოგ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე. თუმცა არის შემთხვევები, განსაკუთრებით საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, როდესაც უშუალოდ დაცვამდე გარკვეული პერიოდით ადრე, როდესაც უკვე საბოლოო ტექსტიც კი წარდგენილია, სტუდენტს, დოქტორანტს ეძლევა, ან მაგისტრანტს ეძლევა სადიპლომო ნაშრომის სათაურის რედაქტირების შესაძლებლობა. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სადიპლომო ნაშრომის სათაურის რედაქტირების შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამ შემთხვევაში, თუ უარს გვეტყვიან, გამოსავალი არის შემდეგი, რომ თქვენ უნდა დაარედაქტიროთ თქვენი სადიპლომო ნაშრომის შესავალი ნაწილი და კვლევის საგნის ქვეპუნქტში უნდა აღწეროთ ის, თუ რა არის თქვენი კვლევის ფოკუსი და როგორი არის თქვენი კვლევის საგნის ფარგლები. თუ თქვენ შეცვალეთ თქვენი კვლევის საგნის ფარგლები და დაავიწროვეთ თქვენი სადიპლომო ნაშრომი, მაშინ ამის შესაბამისად უნდა მოხდეს შესავალის რედაქტირებაც. და ამ შემთხვევაში უკვე შესავალი ნაწილიდან მკითხველს ექნება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რის შესახებ არის თქვენი სადიპლომო ნაშრომი. სამწუხაროდ სათაურს ამ შემთხვევაში თუ რედაქტირების საშუალებას არ მოგცემენ, ვერაფერს ვერ უზავთ. სათაური სათაურადვე დარჩება და აღმოჩნდება, რომ მიზანშეწონილი იყო, რომ თავის დროზე გეზრუნათ სადიპლომო ნაშრომის სათაურის სწორი ფორმულირების შესახებ. დაგევიწროვებინეთ თქვენი კვლევის ფოკუსი, მაგრამ თუ ამის თაობაზე არ იზრუნეთ და შემდგომშიც არ მოგეცათ სადიპლომო ნაშრომის სათაურის რედაქტირების შესაძლებლობა, მაშინ გრჩებათ ერთი გამოსავალი, რომ შესავალ ნაწილში აღწეროთ თქვენი კვლევის საგნის ფარგლები, ანუ დაარედაქტიროთ თქვენი კვლევის შესავალი და შესაბამისად მოარგოთ იგი რეალურად იმ კვლევის საგნის ფარგლებს და კვლევის პროფილს, რომელიც აქვს თქვენს სადიპლომო ნაშრომს. ეს პრინციპში იყო ყველაფერი, რაზეც მინდოდა რომ დღეს მესაუბრა. გამოიწერეთ არხი სადიპლომო ნაშრომების გზამკვლევი, რომლის მიზანიც არის მაგისტრანტების და დოქტორანტების აკადემიური დახმარება სადიპლომო ნაშრომების მომზადების პროცესში. არხზე მუდმივად იდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები სადიპლომო ნაშრომების მომზადების შესახებ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული რჩევები. ეს რჩევები არ არის ხელმისაწვდომი არც ერთ სხვა წყაროში, მათ შორის თეორიულ წყაროში და მას ვერ აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.